საქართველოს პროკურატურაში 48 სტაჟიორმა ერთწლიანი სტაჟირება დაასრულა. ერთწლიანი სტაჟირების დასრულების შემდეგ პროკურატურის სტაჟიორებმა საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივ მოქმედი სათათბირო ორგანო კარიერის მართვის ეთიკის და წახალისების საბჭოსთან გასაუბრება გაიარეს. წარმატებული სტაჟიორები პროკურატურაში პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნებიან. სტაჟიორები 1 წლის განმავლობაში საპროკურორო და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებას ახორციელებდნენ. სისტემატურად უტარდებოდათ შესაბამისი ტრენინგები, გამოცდები და მათ საქმიანობას სტაჟირების ხელმძღვანელები და მენტორები უძღვებოდნენ. საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების მთავარ მიზანს ღია კონკურსის გზით საუკეთესო კადრების შერჩევა წარმოადგენს. პროკურატურის სისტემაში ახალი კადრების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები კანდიდატის პროფესიული ცოდნა, უნარები და მაღალი мотивация. გასაუბრების გამართვის მიზანი იყო ჩვენ შეგვეჯამებინა მათი განვლილი ერთწლიანი საქმიანობა და ასევე შეგვეფასებინა რამდენად არიან მზად ისინი როგორც პროფესიული, ისე პიროვნული განვითარების თვალსაზრისით, რომ დამოუკიდებლად განახორციელონ საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციები. კომისიასთან გასაუბრების გავლის შემდგომ წარმატებული სტაჟიორები დანიშნული იქნებიან პროკურატურის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში ვაკანტურ პოზიციებზე. ამ სტაჟირების განმავლობაში მივიღე უდიდესი გამოცდილება, კერძოდ თეორიული ცოდნა გავიღრმავე პრაქტიკული საქმიანობის მეშვეობით. ამასთან უკეთესად გავაანალიზე ის პასუხისმგებლობა, რაც ამ პროფესიას ახლავს თან.